თავი მეორე. მინდა იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არ უხილავს ჩემი სახე, რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონების ყოველგვარი სიმდიდრისათვის, ღვთისა და ქრისტეს საიდუმლოს შეცნობისათვის, რომელშიც დაფარულია სიბრძნისა და ცოდნის ყველა განძი. ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ მაცდური სიტყვი. ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში. ამიტომ, როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში. ფეს გადგმულებმა და მისით ახშენებულებმა, განმტკიცებულებმა რწმენით, როგორც გისწავლიათ და წარმატებულებმა მადლიერებაში. გაფრთხილდით, არავინ გაგიტაცოთ ფილოსოფიითა და ფუჭით ზრუნებით, ადამიანური გადმოცემისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით. ვინაიდან მასში დამკვიდრებულია ხორციელად ღვთაების მთელი სისავსე და თქვენ სავსენი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია. თქვენ მასში წინადაცვეთილებიც ხართ, ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილის სხეულის წაძრობით, ქრისტესეული წინადაცვეთით. მასთან ნათლისღებით დამარხულები, მასთანვე აღდექით ღვთის ძალისადმი რწმენით, რომელმაც აღადგინა იგი მკვდრებით. თქვენც მკვდრების შეცოდებებში და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება. განჩინებებით წაშალა თანანადებთა ხელწერილი, რომელიც ჩვენს წინააღმდეგ იყო. აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამშვალა. განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი, სააშკაროდ შეარცხვენა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება. ამიტომ ნურავინ გააგრძით თქვენ საჭმელისა და სასმელისათვის, ან რაიმე დღესასწაულისათვის, ან და ახალ მთვარობისა და შაბათებისათვის. ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესი. ნურავინ შეგაცდენ სიმდაბლით და ანგელოზების სამსახურით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად ამპარტავნობს თავისი ხორციელი გონებით. არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც მთელი სხეული სახსრებითა და კავშირებით შენივთებული და შეერთებული იზრდება ღვთისმიერი ზრდით. თუ ქრისტესთან მოკვდით წუთისოფლის ნივთთათვის, წუთისოფელში მცხოვრებთან მსგავსად, რაღაც ემორჩილებით წესებს, ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, ყველაფერს, რაც იხრწნება ხმარებისაგან, კაცთა მცნებებისა და მოძღვრების თანახმად. ეს ყველაფერი მხოლოდ გარეგნულად ჰგავს სიბრძნეს, ცრუთაყვანებით, სიმდაბლით და სხეულის დათრგუნვით, მაგრამ ყოველივე ეს არ არის გამიზნული ხორცის განცხრომის წინააღმდეგ.